მოგესალმებით. დღეს მეგესაუბრებით კოლხურ გზაზე. როგორც ცნობილია, კოლხური გზა გადაშენების პირას ემყოფება. გადავწყვიტეთ მისი გამრავლება. დასაკამებლად ტოტი ავიღოთ ჯამრთელი ხისგან, მცენარისგან. არ ჰქონდეს აბლაბუდები, შავი ან თეთრი ხაზები. ტოტის ზომა 10-დან 12 სანტიმეტრამდე უნდა იყოს. ასაკი 1 წლის, რომ ჰქონდეს დაფესვიანების უნარი. ვაჭრით ქვედა ტოტებს. და შემდეგ ნიადაგში ვდგავთ 5 სანტიმეტრზე. ეხლა მე თქვენ თვალწინ ვიზავ ამ პროცესს. აი ასეთი უნდა იყოს ტოტის ტოტიდან ტოტს ამოქოლეს ამ ხელაზე ტოტი. ხოლო ამის შემდეგ ჩავუწევთ ჩვენ ნიადაგში, დასოლებულ ნიადაგში, რა თქმა უნდა. აი ესე უნდა იყოს. ხოლო ამას არ უნდა გამოუშვეს ნიადაგი. პერიოდულად უნდა ვწყალთ ხოლმე, რომ ნიადაგი არ გამოუშვეს. ხოლო შემდეგ თვე-ნახევარში ან 2 თვეში ფესვი უკვე დაფესვიანდება, ეს კოლხურ გზას უკვე გამოუვა ფესვი. შემდეგ გადავიდეთ ნიადაგში მოვწყალთ და ასე გავალამაზებთ სკოლის ეზოს და ჩვენ ოჯახის ეზოს და ასე შემდეგ. დამშვიდობებით, კარგად.